არასამთავრობო ორგანიზაცია მე დავბრუნდები პროექტის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ტური მოაწყო, რომლის მარშრუტშიც საჩხერეც შევიდა. შემოვიარეთ მცხეთა, ფანტასტიკური ისტორიის პედაგოგი ყავს, რომელიც ბავშვებამდე მარტივ ენაზე და გასაგებ ენაზე მიაქვს თავისი სამშობლოს ისტორია და ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის და საერთოდ ესეთი პროექტი თუ ხშირად და მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ჩამოვიდეთ, ჩვენი შვილები ჩამოვიყვანოთ და მიიღონ მონაწილეობა ასეთ პროექტებში, ეს ფაქტიურად გადაარჩენს იმ თაობას, რომელიც დღეს ძალიან დიდი რაოდენობით არის საქართველოს საზღვრებს გარეთ დაბადებული და გაზრდილი. პროექტი ქართველი ემიგრანტი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას და საქართველოს ისტორიის გაცნობას გულისხმობს. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ჩამოსვლა საქართველოში, ძალიან მომენატრა. 7 წელი არ ვარ ნამყოფი და ქართულად ვაპარაკობ ოჯახში და არ დამავიწყდა ენა ქართული. კი ძალიან და ძალიან ბევრი დრო იყო, რაც მე არ ყოფილა ჩემს სამშობლოში და ძალიან მენატრებოდა. ემიგრანტ ბავშვებს საჩხერეში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ შეხვდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ბავშვები აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, პოეტის სახლი დაათვალიერეს და მის ბიოგრაფიას გაეცვნენ. მათთვის უცხოარის დღევანდელი საქართველოს რეალობა, საქართველოს ისტორია უჭირთ უბრალოდ ქართულად საუბარი და ეს პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობის არის იმ მხრივ, რომ ბავშვები გაეცნობიან, მათ გაუჩნდებათ ის ეროვნული ცნობიერება, რომ ისინი ნამდვილად ქართველები არიან და პროექტის ავტორთა სურვილი არის, რომ საბოლოო ჯამში აუცილებლად ისინი ქვეყანაში დაბრუნდნენ. სახლ-მუზეუმის ეზოში ემიგრანტებს საჩხერელი თანატოლები დახვდნენ. სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა მათ სპეციალურად შერჩეული საჩუქრებიც გადასცეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რამდენიმე კვირით ვრჩებიან საქართველოში და იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ ეწვევიან საჩხერეს და ეს ბავშვები აქედან უკვე ძალიან ქართული სულით დაბრუნდებიან თავიანთ მეორე სამშობლოში, ამის დიდი იმედი მაქვს. პროექტის პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება. არასამთავრობო ორგანიზაცია მე დავბრუნდები თბილისში მასშტაბური გალა-კონცერტის გამართვას აპირებს, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად ემიგრანტი ბავშვებიც მიიღებენ.